გამარჯობა, მე თაზო ჯოჯოა ვარ და დღეს მინდა ვისაუბროთ ევროპა-საქართველოს ურთიერთობებზე, თემაზე, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებას, არამედ მის ისტორიულ იდენტობასაც ეხება. საქართველოს კავშირი ევროპასთან საუკუნეების წინ იწყება. ჯერ კიდევ ანტიკურ პერიოდში ჩვენი ქვეყანა იყო აბრეშუმის გზის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც დასავლეთს და აღმოსავლეთს აკავშირებდა. საქართველო ყოველთვის ცდილობდა ევროპულ ცივილიზაციასთან დაახლოებას. ეს მისწრაფება განსაკუთრებით ჩანს შუა საუკუნეებში, როდესაც საქართველო დასავლურ სამყაროსთან კულტურული და პოლიტიკური კავშირებით ცდილობდა საკუთარი დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. ამავდროულად ევროპასთან ურთიერთობების თანამედროვე ეტაპი ამ გზაზე მნიშვნელოვან ნაბიჯებს გულისხმობს. 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველო ოფიციალურად განაგრძობს თავისი დასავლური ორიენტაციის ხაზს. 2004 წელს ვარდების რევოლუციამ კიდევ უფრო გააძლიერა ეს კურსი. 2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა გახდა უდიდესი ნაბიჯი საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის გზაზე. ბოლოს კი 2023 წელს საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, რითაც გამკიცდა სამომავლო პერსპექტივა და ახლა რეალურად ჩვენს ხელშია იმ შესაძლებლობების გამოყენება, რომელიც სტატუსს ახლავს და გაუმჯობესებს საქართველოს შესაძლებლობებს. ევროკავშირთან თანამშრომლობა მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებს არ ეხება. ეს არის პარტნიორობა, რომელიც მოიცავს ეკონომიკას, განათლებას, უსაფრთხოებას და გარემოს დაცვას. ასოცირების ხელშეკრულებამ გაამარტივა ვაჭრობა და საქართველოს ბიზნესს მისცა შესაძლებლობა მეტი წვლილმა ჰქონოდა ევროპულ ბაზარზე. რაც მთავარია, ვიზა ლიბერალიზაციის რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეებს საშუალება მისცა თავისუფლად იმოგზაურონ ევროპის ქვეყნებში. ეს კი არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ კულტურული კავშირების განმტკიცებისთვისაც მნიშვნელოვანია. თუმცა ევროპული გზა მარტივი არ არის. საქართველო დღეს დგას გამოწვევების წინაშე. იქნება ეს შიდა პოლიტიკური კრიზისები თუ გეოპოლიტიკური დაძაბულობა რუსეთთან, მაგრამ სწორედ ამ დროს არის მნიშვნელოვანი, რომ ევროპა და საქართველო ერთმანეთის პარტნიორებად დარჩნენ. ხაზგასასმელია მომავლის პერსპექტივებიც. ევროპული ინტეგრაცია არ არის მხოლოდ საქართველოს მთავრობებისა და პოლიტიკოსების არჩევანი. ეს არის ქართველი ხალხის ნება. საზოგადოებრივი კვლევები მუდმივად აჩვენებს, რომ მოსახლეობის უმეტესობა მხარს უჭერს ევროკავშირთან უფრო მჭიდრო კავშირებს. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს ევროპული გზა არა დროებითი ტაქტიკაა, არამედ ისტორიულად ჩამოყალიბებული ღირებულებითი არჩევანი. პირადი გამოცდილებით შემიძლია დავადასტურო, თუ რა მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოსთვის, კერძოდ თემებისა და ახალგაზრდების გაძლიერების ნაწილში. სწორედ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები ეხმარება ამ ქვეყანას. ყავდეს სწორი ღირებულების მქონე ახალგაზრდები, რომლებიც უკეთესობისკენ შეცვლიან არსებულ სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ გამოწვევებს. ევროკავშირის ამჟამინდელი მხარდაჭერით ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გამივითაროთ კრიტიკული აზროვნება, თანამედროვე ეპოქისთვის მნიშვნელოვანი უნარები და ცოდნა სამომავლო გამოწვევების მიმართ მედეგობისათვის. ახალგაზრდები აგენერირებენ ახალ სოციალურ იდეებს, ზრუნავენ თავიანთი გარემოს განვითარებისა და ქვეყნის კეთილდღეობისათვის. მსგავსი აქტიურობა და პასუხისმგებლობის მაღალი განცდა, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია დემოკრატიული საზოგადოების წევრისათვის, წარმოუდგენელი იქნებოდა ამ გულუხი დახმარების გარეშე. ჩვენ გვჭირდება ყურები, რომლებიც სმენად და შესმენად იქნება მიმართული, თვალები, რათა დავინახოთ რეალობა და მადლიერება, რათა გამოვხატოთ ჩვენი მადლობა იმ დახმარებისთვის, რომელსაც წლების მანძილზე ვიღებთ. ბევრ ადამიანს უჩნდება კითხვა, რაც ლოგიკურია, თუ რა ინტერესი შეიძლება იყოს ამ დახმარების მიღმა. მე ჩემს აზრს გიზიარებთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ევროკავშირი როგორც დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ეკონომიკური და პოლიტიკური ერთობა, სამყაროს ხანგრძლივი და ნაყოფიერი არსებობისათვის, კარგად ხედავს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს უფრო მეტი დემოკრატიული ქვეყანა დედამიწაზე, ვიდრე ავტორიტარული. რათა საფრთხე არ შეექმნას მშვიდობიან, სტაბილურ და პროდუქტიულ წინსვლას. ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის კონცეფცია, სწორედ რომ ევროკავშირშია რეალიზებული. ძნელად წარმოსადგენია, რომ სამყაროს ერთ ადგილას მიმდინარე მოვლენები არ ახდენდეს გავლენას სამყაროს მეორე ნაწილში. სწორედ ამიტომ ევროკავშირი ცდილობს ჩვენი ქვეყნის სახით შეინარჩუნოს სტრატეგიული პარტნიორი და პოტენციური წევრი, რომლისთვისაც საერთოა თავისუფლების, წინსვლის და მშვიდობის იდეები.
დასასრულს მინდა ვთქვა, რომ ევროპა-საქართველოს ურთიერთობები აერთიანებს ისტორიას, აწმყოს და მომავალს. ეს არის თანამშრომლობა, რომელიც ორივე მხარეს სარგებლობას აძლევს და გვახსენებს, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, ერთობლივი ძალისხმევით შეგვიძლია შექმნათ ძლიერი, მშვიდობიანი და განვითარებული მომავალი. მადლობთ ყურადღებისთვის.